კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას და ვიდრე წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, მინდა გაცნობოთ და შეგახსენოთ გუშინდელი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევი და განგებულებით მართლაც მოხდა ისტორიული მომენტის აღდგენა და წმინდა პატრიარქ მელქისედეკ პირველის ანდერძის მიხედვით ცხეთას დაუბრუნდა წმინდა ქალაქის წოდება. მე ყველას გილოცავთ ამ დღეს. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. მამაოდილონშვილი დაგლოცეთ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ერთ-ერთი უდიდეს დღესასწაული, მისი უწმინდესობა ბრძანებს ხოლმე, რომ ეს იწოდება დღესასწაული და დღესასწაულათაც კი, იმიტომ რომ აქედან თითქოს იწყება შემდგომი ეს დღესასწაულები, როცა დედა ღვთისმშობელს მარიამს ეხარა, რომ მასში ჩაისახა მაცხოვარი, რომელიც იქნება მესია. უნებრივია ჩვენს ვეთანხმებით პატრიარქის შეფასებას და არა მარტო დღევანდელი დღე, ყველა ადამიანს ყოველ დღე უნდა ვახარებდეთ ჩვენ იმას, რომ ღმერთი განკაცდა და ის ჩვენთვის ყველა ადამიანისთვის მოევლინა ამ ქვეყანაზე. მე ვფიქრობ, ერთი დღე არ იქნება ამისთვის საკმარისი და რადგანაც დღევანდელ დღეს ყოველ დიდ მარხვაში არის ხარება დადგენილი, ასე თქვა ჩვენ ყოველთვის ცოტა სიღრმისეულად უნდა ასე თქვა ვისაუბროთ ხარების შესახებ. უნებრივია მარტო არ იქნება საკმარისი იმისი თქმა თუ როგორ ახარავ თავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ქალწულს კაცობრიობის მხსნელის განკაცება. გადავინაცვლოთ სამოთხეში მოგეხსენებათ, რომ ადამიანი, როდესაც მას ყავს მამა ღმერთი მოძღვრად, ასე თქვა, მამად, პატრონად, ეურჩება თავის შემომქმედს და იმ ქმნილებას, რომელსაც თავად დაარქვა სახელი, ასე თქვა, უსმენს და ასე თქვა, უგუნურ ქმედებას აღასრულებს, განაშორება უფალს, დაარღვევს მცნებას და დაეცემა. ეს მოგეხსენებათ ჩვენ მარხვის წინა პერიოდში, სანამ მარხვა დაიწყებოდა, მაშინ გავიხსენეთ ადამიანის სექსურობა, მაგრამ მოსიყვარული ღმერთი სამოთხეშივე ადამს და ევას აუთქვავს, ეს საინტერესოა ვიცოდეთ, ეს არის დაბადების მესამე თავის მე-16 მუხლი, სამოთხეშივე ადამს და ევას აუთქვავს აღთქმას, ძველი აღთქმა ამას ნიშნავს სწორად, რომ დედაკაცის თესლი, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ დედაკაცის და არა მამაკაცის, ანუ ის არაბუნებრივი გზით დაიბადება მამაკაცის ურთიერთობის გარეშე, დედაკაცის თესლიდან დაიბადება პიროვნება, ანუ მესია, რომელიც, ასე ვთქვათ, გველს თავს გაუჭეჭყლავს, ანუ არაწმინდა სულს დაამარცხებს. ეს, ასე ვთქვათ, გარკვეული პირველი ხარება შეიძლება, პირველი, ასე ვთქვათ, გარკვეული უწყება, თუნდა მივიჩნიოთ, კაცობრიობა ამ ხარებას ელოდებოდა 5500 წელი. და თითქმის ყველა შვილი, რომელიც დაიბადებოდა ებრაელების ოჯახში, რაც გარკვეულად მიიჩნეოდა მესიად. და პირველი შვილი კაინი, თქვათ მაგალითად, აბელ და ადამ და ევას ეგონათ, რომ ასე თქვათ, იყო მესია, იყო გარკვეული მხსნელი, მაგრამ მათი იმედის გასრულება ხდება ყოველთვის და აი ზუსტად, ასე თქვათ, აი ამ დაცემის შემდეგ გადის 1000 წლეულები და ასე თქვათ, ხდება ესეთი ბრწყინვალე ხარება ყოვლადწმინდა ქალწულის მიმართ. ნუ ეხლა ქალწული ამისთვის არის მზად და როგორც წმინდა გარდამოცემაში წერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქალწული კითხულობს ესაია წინასწარმეტყველის წიგნს და წერია, რომ ჰა ქალწული მიუდგეს და უცლად იყოს და შუაზე და უწოდიან მას სახელი ემანუელი, რომელიც თარგმანებით ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენგან განსხვავებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოველ დღე კითხულობდა წმინდა წერილს და არა მარტო კითხულობდა, კაც ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ერთი არ უკითხულობდა, მეორეა როგორ გესმის ის ყველაფერი. საღვთო მადლით მოგეხსენებათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ასე ვთქვათ, პატარაობიდანვე, ასე ვთქვათ, უფლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღიზრდებოდა, მას თავარანგელოზი გაბრიელი ეძრახებოდა, ესაუბრებოდა, ანგელოზთა გალობას ისმენდა, ციური საკვებით მანანით იკვებებოდა და ის შენატრის იმ ქალწულს, ვინც გახდება ამ დიდებული ხარების მოსმენის ღირსი. და რასაოცარია, თავად ხდება აი ამ დიდებული ხარების, ასე ვთქვათ, უწყების ღირსი, მასთან გამოცხადდება, მისთვის როგორც აღნიშნეთ, არ არის უცხო თავარანგელოზთან საუბარი, არ ეშინია, როგორც მღვდელმთავარ ზაქარიას, ასევე პარალელი მინდა გავავლო, რომ ლუკას ახარებაში არის აღწერილი, რომ მღვდელმთავარი ზაქარია მსახურების დროს ტაძარში ხდება გამოცხადების ღირსი, მას ასევე თავარანგელოზე გაბრიელი ეცხადება და ახარებს, რომ ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და მისი მეუღლე ელისაბედი, რომელიც უკვე გადასული იყო ქალური წესიდან, გახდება დედა. აქ დაბკოლდება ზაქარია, ჯერ შეშინდება წერია, არ უნდა შეშინებულიყო, არ უნდა რეათ, იმიტომ რომ ზაქარია არის მღვდელმთავარი და იცის მან, რომ როცა ანგელოზი გამოგეცხადება საკურთხეველში მარჯვენით, უნდა მიხვდე, რომ ეს კარგი უწყებაა, ის ნამდვილად ღვთისგან არის, ანუ მარჯვენა მხრიდან ეცხადება და ასე თქვათ, შეშფოთდება და დაბკოლდება ზაქარია და დაისჯება ის უფლისგან და ეტყვიან, რომ სანამ შენ თქვათ არ იხილავ ამ ნაშრომს, მანამდე იქნები დამუნჯებული.
მაგრამ როცა ეცხადება ღვთისმშობელს თავარანგაროზე გაბრიელი ღვთისმშობელი კი არ უბრალოდ გაკვირვებული იქნება რომ მე ვარ ქალიშვილი და არ ვიცი ეს როგორ მოხდება ხო ეს ღვთისმშობელის გაუცება ის არის რომ ასეთი რამე რომ ქალწულის განშობილი იყო ვინმე ძველმა აღთქმამ არ იცის და ასევე ძველმა აღთქმამ არ იცის ქალწულება ანუ ყველა გოგონა რომელიც შესრულდებოდა 14 წლის უნდა აუცილებლად მშობლებს გაეთხოვებინათ იმიტომ რომ როგორც გითხარით ებრაელი ერი ელოდებოდა თავის ასე თქვათ გვარში მესიას რომელიც გამოიხსნიდა თელ კაცობრიობას და ამიტომ უკვირს ღვთისმშობელს რომ ქალწულისაგან როგორ მამაკაცი არ ვიცი და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს და ამ დროს შესანიშნავს სიტყვებს ამას თავარანგელოზე გაბრიელი რომ ძალი უფლისა მაღლისა გფარვიდე შენ ეს არის უწყება რომელიც სულიწმინდის მადლით ასე თქვათ მიიღო ყოლაწმინდა ღვთისმშობელმა და აქ არის ძალიან საინტერესო უმთავრესი მომენტი რომ ღმერთი რომელიც აი ამ სასიხარულო უწყებას აძლევს ადამიანს ელოდება ადამიანისგან პასუხს ღვთისმშობელ მარიამს რო ეთქვა რომ მე არ შემიძლია ნუ მოკლედ ეთქვა უარი ამის შესახებ ბუნებრივია არ მოხდებოდა განკაცება ქალწულ მარიამში განკაცება მაინც მოხდებოდა მაგრამ უფრო სამ შემთხვევაში მორჩილად იღებს ამ ნებას მორჩილად იღებს უფლის ნებას ეს არის საცნაური ჩვენთვის რომ ვიკითხოთ წმინდა წერილი და წმინდა წერილში წერია ყველაფერი არის ჭეშმარიტება და ჩვენ ყოველთვის მადლიერებით თავდაბლობით უნდა მივიღოთ თუ კი ადამიანის სამოთხეში ეურჩა ღმერთს და ამით მთელი კაცობრიობა ასე თქვა დაექვემდებარა რა ცოდვას და ერთი ადამიანის მხრიდან შემოვიდა ცოდვა პირველი ადამი მოგეხსენებათ რის გამოც მოხდა ადამიანის დაცემა ასევე ახალი ადამიანი არის იესო ქრისტე და პირველი ევას უგუნურების ურჩევის გამო მოხდა დაცემა და ახალი ევა არის ყოლაწმინდა ღვთისმშობელი ძელზე ასე თქვა ხიდან მოხდა დაცემა ასევე ხიდან მოხდა ჩვენი გამოხსნეს პარალელები არის აუცილებლად საყურადღებო და მე მინდა არა მარტო ყველა მართლმადიდებელს, არამედ ყველა ადამიანს, რომელიც დღეს არის მწუხარებაში. ხარება არის წამალი მწუხარების. აი მინდა ყველა დაუკვირდეს ხარება, მწუხარება, ხო? დღეს თითქმის უმრავლესობა, ისიც კი ვინც ეკლესიურია, ვინც დადის მარხულობს, თითქმის სახესდრო დააკვირდეთ ადამიანებს რაღაც მწუხარესევდიანი გამომეტყვილება აქვს უმრავლესობას და დღევანდელმა დღემ უნდა გვახაროს ჩვენ რომ ნუ გეშინიათ რომ მოევლინა უფლისაგან ანგელოზი რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ ქალწულს ახარა მთელი კაცობრიობის გამოხსნა, გადარჩენა, აღდგომა, ამაღლება და მჯდომარედ მარჯვენის მამისა ადამიანის განკაცებული ბუნება რომელიც მიიღო იესო ქრისტე. ეს არის როგორც თქვენ აღნიშნეთ კახაბერ დასაწყისში და როგორც უწმინდესი და ეკლესიის მამები ბრძანებენ ყოველგვარი სიხარულის დასაწყისი თუ შენ ხარება ვერ გაიგებ აღდგომას, ვერ გაიგებ შობას, ვერ გაიგებ სულთმოფენობას. ანუ ეს არის დღესასწაული და ყოველგვარი სიხარულის დასაწყისი დღევანდელ დღეს. ალბათ დამეთანხმებით და დაკვირვებული ხართ თქვენს რომ აი დღეს თანამედროვე ქრისტიანები ერთმანეთს ეუბნებიან გაიხარე ხშირად, ხო? ძველი ტრადიცია, აი გიხაროდნენ, გაიხარე. ებრაელები ეხლაც ასე ესალმებიან ერთმანეთს რომ გიხაროდნენ, არა რა სახარებენ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვიცით მართლმადიდებლები, რასაც ვახარებთ ერთმანეთს რომ გაიხარეთ ყველამ რომ მოხდა ეს უწყება რომელიც იყო აღთქმული ძველ აღთქმაში და ახალი აღთქმა არის აი ამ გახარების აი ამ სიხარულის აღსრულება რომ მოვიდა განკაცებული ღმერთი რომელმაც აგვითქვა ის რომ ის კვლავ მოვა მეორედ და ყველა ის ადამიანი რომელიც ამ სიხარულში გიებს ცხოვრობს ლოცულობს მარხულობს ეზიარება და ეს ყველაფერი მას წამს წმინდა წერილის და საეკლესიო სწავლების და მამათა დარიგებით იქნება გახარებული ორთავე სოფელსა შინა. აი ამ სიხარულს ვერანაირი მწუხარება, ვერანაირი სნეულება, ვერანაირი პატიმრობა, ვერანაირი იდეოლოგია ვერ ჩაახშობს და ვერ ჩაახშო ვერასოდეს და ვფიქრობ რომ მომავალშიც ასეთი გახარებული იქნება ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, როგორც დღევანდელ დღეს არის გახარებული. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პატრიარქისგან გვაქვს მოსმენილი ხარდაგებაში რომ იმდენად დიდი ეს დღესასწაული, ამ დროს ჩიტი ბუდისაც კი არ იკეთებს, თითქოს ყველაფერი ისვენებს და ყველა ზეიმობს და აი იმდენად დიდი სიხარულია, თელი ბუნება, ცხოველები, ფრინველები იმხელა ამ დღესასწაულის განცდა. რა თქმა უნდა, ეს პატრიარქის ნათქვამი უფრო ხალხური ნათქვამია, ანუ ამ დროს ადამიანი ეკლესიაში მიდის და არა სამუშაოდ. თქო, გაზაფხულია, ესე ვთქვათ, დაწყებულია რაღაც გარკვეული სამუშაოები და ჯობია რომ დღეს ჩვენ ნამდვილად ეკლესიაში მივიდეთ, წირვა-ლოცვა მოვისმინოთ, ეს სიხარული ასე თქვა შემოვიდეს ჩვენ გულში და თქვა შემდგომში რომ გამოვა დღეს თევზითაც ხსნილია ასე თქვა ეს გარკვეული ხორციელი
ხორციელი ნუგეშია და ბუნებრივია ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა გაიაზროს და მე ვფიქრობ რომ თუ ჩვენ ყოველ დღეს ხარებით დავიწყებთ და რაღაც გარკვეული სიხარული გექნება სახარებას წავიკითხავთ ლოცვებს წავიკითხავთ მე მგონი ამდენი დანაღლიანებული და ამდენი მწუხარე ადამიანი არ გვეყოლება და ჩვენი ერი ასე მოვიდა აქამდე რომ ქართული კაცი მართალია ბევრჯერ დაპყრობილი იყო გაჭირვებული იყო ნაუმარი იყო შეჭირვებული იყო მშიერი იყო ასე თქვა შეწუხებული იყო მაგრამ აი ეკლესია ასე თქვა ყოველთვის დროულად ახარებდა მას და არიან ადამიანები და მეთანხმებით ალბათ რომ უხარიათ ხანდახან მაგრამ არიციან რა უხარია თქვა ან რაღაც უხარიათ მაგრამ არასწორად უხარიათ აი უხარიათ ის რომ საქართველოს თქვა რომ რაღაც კავშირში შევა ან რომელიღაცა დიდი სახელმწიფო შემოვა რაღაც გარკვეული ცრუ იდეოლოგიით რაღაც პარტიის წევრები რაღაცას ასე თქვა ადამიანებს ატყუებენ და აი მთავარი სიხარული დაუტევებია და ცრუ ადამიანური სიხარული აქვს აქავე მინდა განსაზღვროთ რომ ორი სიხარული არსებობს მატერიალური ხორციელი რომელიც მოისახება რაღაც ნივთიერი შენაძენი თუ აკადემიას თქვა სახლი, კარი, ავტომობილი, დაქორწილება, ესეც გარკვეული სიხარულია, მაგრამ ეს ყველაფერი სამწუხაროდ მოწყინებადია, მოყიჭებადია, ძალიან მალე მთავრდება და გავა რამდენიმე თვე წელიწადი და ადამიანს უკვე წყინდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხორციელი და დროებითია და სულიერი სიხარული არის უმიზეზო. მინდა ხაზი გავოს, აი სულიერი სიხარული ადამიანმა ხარ რომ გითხრას რა გიხარია, ბოლომდე ვერ აუხსნით, ხო? ახლა კი აუხსნე ბიბლიიდან, სახარებიდან რაღაცას ვეტყვი, მაგრამ ბოლომდე ამის გადმოცემა ადამიანის ენას არ შეუძლია. აი როგორც დავით მეფსალმუნე უფლის კიდობან შეუძღვება იერუსალიმში, განიმოსება და შიშველი როკავს და მეუღლე დასცინებს რომ არანორმალური ეგონება ხო ის იმდა დიდი სიხარულია უფლის კიდობანის დაბრუნება რომ გაშიშულდება ამ ხელა მეფე წარმოვიდგენ ხა მე არ ვიძახი რომ ჩვენც უნდა გავშიშდეთ მაგრამ ეს ენითაუწერელი სიხარულია და ჩვენ ის სიხარული რომელიც აგვითქვა ღმერთმა იწყება ამ სიხარულით ანუ თუ შენ ხარება არ იცი რას ნიშნავს ბუნებრივია ისევ იმ ძველაღთქმაში იქნები ისევ იმ მოლოდინში იქნები იცით რომ ებრაელები და მუსლიმანები კიდევ ველოდებიან მესიას განკაცებულ მესიას რომელიც თელ მსოფლიოში გააბატონებთ მათ და ეს იქნება ანტიქრისტე რომელსაც ასე თქვა ჩვენ და უნებურად ძალიან ბევრი ქრისტიანი ელოდება იმიტომ რომ თუ ეს სიხარული რომელიც განკაცებული ღმერთის სიხარულია არ გესმის მაშინ ის არაწმინდა არსება რომელსაც ანტიქრისტე ერქმება იმას სიხარულით მიიღებს ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ რომ სიხარული არ უნდა გამოიხატებოდეს ასე თქვა მატერიალურ კეთილდღეობაში ბევრს გონია რომ აი ქრისტე მოვიდა პირველ საუკუნეში მაგრამ რა მოგვიტანა ჩვენ ისევ გაჭირვებაში ვართ ისევ მშვიდები ვართ ისევ შეუმოსავები ვართ მათ არ იციან რომ ქრისტემ სულიერი თავისუფლება მოგვიტანა სულიერი სიხარული მოგვიტანა სულიერი აღმატებულება, ამაღლება მოგვიტანა და ხორცილი ადამიანი მაინც მატერიალურ სეძებს. აი ეკლესიაშიც კი, როცა მოდიან, გვისვამენ კითხავს, აი მე ამდენხანია დავდივარ მამაო ეკლესიაში, აღსარებას ვამბობ, ლუარსაბიოით სანთელს ვანთებ, სხვას წირავ, მაგრამ არაფერი არ იცვლება, ისევ დაღურემილი ვარ, ისევ სევდიანი ვარ. ეს იმიტომ ჩემოზე ვიფასებო, რომ ჩვენ სიხარული გესმის რაღაც მატერიალურ კეთილდღეობად, რაც დროებითი და წარმავალია. ჩვენი სიხარული არის ენით გამოუთქმელი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, გიხარობდნენ და კლავაც გეტყვი გიხარობდნენ, ანუ ორჯერ ლამბობს და ორჯერ კი არა სამჯერ და ოთხჯერ არის საჭირო თქვათ, იმიტომ რომ არაფრები ვიყავით, არარაობა ვიყავით და ღმერთმა ყოფიერებაში მოგვიყვანა. წარმოვიდგინეთ, მტვერი იყავი, ნაცარი და ხატება და მსგავსება გახდი. დაეცი უგუნურად მოიქეცი და ღმერთი ჩამოვიდა შენთან და გააკაცდა და არ უნდა გიხარობდეს დალოცვილო. მე მგონი უნდა გიხარობდეს, მაგრამ ეს სიტყვებად არ უნდა დარჩეს და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ყველა ქრისტიანი, ყველა ადამიანი გახარებული უნდა იყოს, მომღიმარე უნდა იყოს, ისევ მიუტევოთ ერთმანეთს, ისევ ჩავიხუტოთ და ხვალინდელ დღეს დაველოდოთ უფრო მეტი სიხარულით, რომ გაგვითენდეს. და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველ ცნობილი ლოცვა ღვთისმშობელი ხალხო გიხარობდნენ, სადაც არის გადმოცემული გაგაბრიელ თავარაგელოს ეგრეთ წოდებული ავე მარია. დიახ, ავე მარია, ეგ და განსაკუთრებული მადმოსილების ლოცვა ამაზეც რო აღნიშნო და განსაკუთრებული ძალის. აქ არის საეკლესიო სწავლებაც და უყვირდით კარგად, აქ არის გადმოცემული იესო ქრისტეს ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. ადამიანური ბუნება რომ დავითის ტახტზეა ლაპარაკი, აი ამ ისალმებაში რომ დავითის ტახტს დაიკავებს და დავითის ტახტიდან, ან დავითის ტომიდან იქნება როგორც ადამიანი და იაკობის მეუფებას არ ექნება დასასრული. ანუ აქ არის უკვე რომ ეკლესიის მეუფე იქნება დამაარსებელი იესო ქრისტე და ეკლესია რომელიც ღმერთკაცობრივი მისტიკური ორგანიზაცია იქნება მარადიული ორთავე სოფელსა შინე. ეს ძალიან დიდი ესეთი ძვირფასი სიტყვებია და აქ არის გადმოცემა თავარანგელოზე გაბრიელის ნახევარი და მე როცა კურთხეულ ხარ შენდეთათა შორის ეს არის უკვე ესე თქვა ის პირველი ხარება რომელიც ეუწყა ელისაბედს და პირველი თაყვანისცემა აღესრულა იოანე ნათლისმცემელმა მოგეხსენებათ დედის მუცლიდან როცა ელისაბედი ეგებება
ღვთისმშობელ მარიამს და დედის მუცლიდან ყოლაც ისე თქვა იოანე ნათლისმცემელი აქებს და ადიდებს ასე ვთქვათ განკაცებულ იესო ქრისტეს და ასევე ჩვენს მივბაზოთ იოანე ნათლისმცემელს ელისაბედს და ჩვენი დღევანდელი დღე იყოს სიხარული და ბედნიერებით აღსავს. არ შეიძლება მომავალ ალბათ რო არ აღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ჩვენი ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. მე მგონი ამით უნდა დაგვეწყო, მაგრამ რომ არ ჩაგვითავონ სხვა ადამიანებმა რაღაც თქვა ხიბლა და სულ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ჩვენ ეს ვიცით და ყოველთვის ეს დიდი პატივია, ეს დიდი ჯვარია ჩვენთვის, ეს პასუხისმგებლობა არის ჩვენთვის. ეს ჩვენ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ვიცით, მაგრამ რამდენად ვიაზრებთ ამ ყველაფერს ეს მეორეა. ვისაც მეტი მიეცა, ჩვენთვის ასია ღვთისმშობლის წილხვედრობა, რომ ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეკითხება აუცილებლად და ყოლად მე დავით ახმები ბატონ ედიშერ ჭელიძეს გარკვეული შეხედულება აქვს, რომ უფლის კვართი რადგანაც საქართველოშია, ამიტომ ინება ღვთისმშობელმაო, თქვათ, გარკვეული ვერსიაა, რომ ბუნებრივია, ეს დედას რომ შვილი გარდაეცვლება, მისი ძვირფასი ნივთები უნდა რომ ყოველთვის რაღაც მოძებნოს და თვალწინ კონდეს და ერთ-ერთი ვერსია, ხლა ეს არ არის საეკლესიო სწავლება, მაგრამ ეს არის საოცრად საინტერესო შეხედულება, რომ მოდის ღვთისმშობელი რომ თავისი პირმშოს განკაცებული ღმერთის წმინდა კვართი ნახოს. გარკვეული შეხედულებაა და დავით ახმები და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა არის ლუსკუმა, ასე თქვათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის, თქვათ, მაცხოვრის კვართის და ეს ჩვენ არ გვაძლევს უფლებას მოლხენით ვიყოთ და ჰარი-ჰარალე ვიძახოთ, ხო? ეს პირიქით მეტი ლოცვა, მეტი მარხვა, მეტი სულიერება, მეტი თავდაბლობა, მეტი უბრალოება დავანახოთ სხვა ერებს, რითია გამორჩეული საქართველო, რომ ეს არის პატივი და გონა გვეშინოდეს პატიჟის. ანუ აი ამ პატივმა ჩვენ არ უნდა დაგვაყოლოს და უფრო არ დავისაჯოთ ამის გამო. რომ არ განვარისხოთ ასე დაემართა ებრაელებს, ეგექცენებათ რომ ძველი აღთქმის, ასე ვთქვათ, ძველი აღთქმაში ქრისტემ და ერთადერთი მართალი ხალხი, ანუ სარწმუნოებით მართალი იყვნენ იუდეველი ხალხი, რომელმაც ეს ყველაფერი დაკარგეს და მადლი სოფლიოს მოეფინა მერე ყველა ადამიანებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ახანაკამდე ჩვენ არ დაგვიკარგია ეს ღვთისმშობლის წილხვედრობა, აღარც დავკარგავთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ აუცილებლად თავდაბლობით ამაყები. აი როგორ გამიგეთ არ ვიცი, მაგრამ თუ გინდა ჩვენ სიამაყე თავდაბლობაში უნდა ვიყოთ ამაყები და თავდაბლობით ვატაროთ ეს დიდი ჯვარი, რასაც ქვია მაცხოვრის კვართის პყრობა და ღვთისმშობლის წილხვედრილობა. დიდი მადლობა მამა გიორგის საუბრისათვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მაგახარებულები გამყოფოთ ყველა. შეგახსენებთ დღევანდელ დღეზე, დღევანდელ დღის მნიშვნელობაზე გვესაუბრებოდა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი. ახლა კი დროა რომ